საგაზაფხულო სამუშაოების პარალელურად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში სოფლის ტურიზმის სეზონიც დაიწყო. სოფელში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული. ადგილობრივების განმარტებით მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწის დამუშავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოყვანაა. თუმცა სოფლის მეურნეობა აქაურებს ცხოვრებისთვის აუცილებელ სახსრებს ვერ აძლევს. ნაფარეულელ ანზორ პატარუაშვილის განცხადებით მისი ოჯახი წლებია სოფლის მეურნეობას მისდევს. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის გაზრდის ერთადერთი საშუალება სოფელში ტურიზმის განვითარებაა. თელავის თემში ნაფარეული ერთადერთი სოფელია, სადაც ძირითადი დამსაქმებელი ტურისტული სეგმენტია. სოფელში მდებარე სასტუმროები, ღვინის მარნები და ბუნება უცხოელ სტუმრებს იზიდავს. სოფელში ტურიზმის პიკი ზაფხულსა და შემოდგომის სეზონზეა. ძირითადი შემოსავლის წყარო თქვენი სოფლისთვის რა არის? მევენახეობა. სიმინდი, ხორბალი, ბოსტნეული, აბა სხვა მეცხოველობა მიდევენ კიდევ. აი ძირითადი დამსაქმებელი, სადაც ხალხია დასაქმებული თქვენ სოფელში, აი სად არის, სად მუშაობს ხალხი? უფრო მეტად ლოპოტაზეც ცოტაოდენ აქაც არა უშარა. თუ ცოტანი მუშაობდნენ ლოპოტაზეც. ეხლა ძალიან არიან დასაქმებულები. ეხლა ამის პატრონს იქ პარკის ისა ციკლობას აკეთებს. ლოპოტაზე. სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. მათი განცხადებით ტურისტული ობიექტები უნდა გაიხსნას, რათა მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდეს. ნაფარეულში მცხოვრები ტიბუცი ნათათრიშვილი ამბობს, რომ წელს სოფელში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. მისივე განცხადებით, გარდა ტურისტული ობიექტებისა, აუცილებელია საოჯახო ტიპის სახლების გახსნაც. ადგილობრივ ზურაბ ჩიკვაიძეს თქმით კი, მთავრობამ ისეთი სახის პროექტები უნდა განახორციელოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ხალხმა, რომლებიც სასოფლო ტურიზმითა და მისი განვითარებით არიან დაინტერესებული, საოჯახო ტიპის სახლების გასაქირავებლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეძლონ. აქ ტურისტები ბევრი მოდის ამ სოფელში? კი, მოდიან, კი. და აი მაგალითად სად მოდიან? სად ტყუპების ღვინის მარანში, ლოპოტაზე. სხვა ადგილები არის, სადაც აი თქვათ ხალხი ისე ოჯახებში მიიღებს ტურისტებს. რა ვიცი, ამ საათში ტურისტებს არა, მაგრამ ფიქრობენ რომ გააკეთონ ასე რაღაცები. რა არის ხალხი რომ ფიქრობს რომ ტურისტები მიიღონ. აი ძირითადად ხალხი რითი არსებობს აქ? აი შემოსავლის წყარო რა არის თქვენი? მევენახეობა, მებაღეობა, მესაქონლეობა, ძირითადად ესენია. თქვენი აზრით, იმ შემთხვევაში თუ სოფელში ტურიზმი განვითარდება და ბევრი ტურისტი ჩამოვა, თქვენი აზრით მისცემს თუ არა ეს შესაძლებლობა სოფელს რომ განვითარდეს? სოფელს და ალბათ უფრო ქვეყნის შემოსავალი იქნება, რა თქმა უნდა. როგორც ესეთი ახლა სოფელში ადგილობრივი რომ იღებს, ისეთი ის უნდა გქონდეს ოჯახში ყველაფერი. ვიტყვიან კარგად, რომ შეიყვანო ეს სიამოსი, როგორც შემოვა ტურისტი. სოფლის ნაწილი მაგალითად ლოპოტა ხომ არის, რა ქვიან, აქ ტურისტული ის არის ლოპოტა. კარგად ხალხი მუშაობს. ალბათ 100-150 ადამიანი მაინც მუშაობს. კიდევ რა ვიცი. სადაც სხვა არის დასაქმებულები ხავს, რამდენიმე ადამიანი. სოფელ ნაფარეულის მკვიდრი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ლალი ბერიაშვილი ოჯახს საკუთარი შემოსავლით არჩენს. იგი ნაფარეულში ტყუპების საღვინე სახლშია დასაქმებული. მისი განმარტებით კახეთის რეგიონის სოფლებში ტურისტული ობიექტები უნდა გაიხსნას, რომ ადგილობრივებიც დასაქმდნენ და შემოსავლის წყაროც გაუჩნდეთ. მე ვარ ადგილობრივი მცხოვრები, სოფელ ნაფარეულის მკვიდრი. დასაქმებული ვარ ტყუპების საღვინე სახლში ნაფარეულში, რომელიც ეკუთვნის ჩვენი სოფლის მკვიდრებს, ტყუპ-ძმებს, გელა და გია გამტკიცულაშვილებს. ეს არის ძალიან საუკეთესო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, სადაც ხდება ქვევრის ღვინის წარმოება და ეს არის ერთადერთი და ტურისტებს სწორედ ეს იზიდავს. ტურისტს შეუძლია მიიღოს დააგემოვნოს პირდაპირ ქვევრიდან ამოღებული ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ სოფელში არის ასეთი ტურისტული კომპლექსი, იმ მხრივ, რომ დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და არის შემოსავლის წყარო მათთვის. და მე ვფიქრობ, რომ საჭიროა სხვადასხვა ყველა სოფელში თუ არა გაიხსნას გარკვეულ სოფლებში ასეთი კომპლექსი, რომელიც ხელშეუწყობს ძალიან დასაქმებას პირველ რიგში.
სოფელში ტურიზმის განვითარებაზე საუბრობს ნაფარეულში რეგიონული მედიის ჟურნალისტი გიორგი გირკელიძეც. მისი განცხადებით აღნიშნული კუთხით ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლებში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მისივე თქმით, მთავრობამ ამ კუთხით აქტიურად უნდა იმუშაოს. სასტუმრო სადაც ვიმყოფებით, მრავალხრივ არის დატვირთული, ანუ შეგიძლიათ რომ აი მუზეუმი ნახო, ასევე ვენახები და ამ ყველაფერს თან ადგილობრივები გაცნობენ თუ ამ ტურიზმის კუთხით რა ხდება ნაფარეულში და კონკრეტულად რა პრობლემებია. ერთი ნახვით რაც შეიძლება თქვა, ინფრასტრუქტურა, ასე რომ ვთქვათ, ნაფარეულში არ არის მოწესრიგებული, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის და ეს აუცილებლად უნდა მოგვეღარდეს ეს პრობლემა. დასაქმების კუთხით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ნაფარეულელები დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ.